დიდი მარხვა თავისი მნიშვნელობით ყველა სხვა მარხვისგან გამორჩეულია. მისი შესრულებით ჩვენ მომზადებით ყველაზე დიდი ქრისტიანული დღესასწაულის, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად. ამ პერიოდში ყველაზე გამორჩეულია ვნების შვიდეული. ვნების შვიდეული ეწოდება წმინდა დიდმარხვის ბოლო კვირას, იმის აღსანიშნავად, რომ ამ შვიდეულში მოხდა წმინდა ვნება ჯვარზე, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მთელი წლის განმავლობაში მთელი 4 თავი იკითხება და აი აქ ვნების შვიდეულის 2 შაბათს, 3 შაბათს და 4 შაბათს 4-ივე მახარებლის, მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანე მახარებელთა სახარებები იკითხება. ესმის შეკითხვა რატომ? იმდენად მნიშვნელოვანია თითოეული პიროვნების ხონებისათვის აღდგომის დღესასწაული და გახდე მისი თანაზე არის, რომ სწორედ აი ახლა, როდესაც სულ 1 კვირა იქნება დარჩენილი აღდგომამდე, განსაკუთრებულად გაუღოთ გულისყური სახარებისეულ მაცხოვრებელ სწავლებას. კვირის პირველ 3 დღეს ტაძარში სრულდება წირვები პირველ შეძირულთა წვენთა. იკითხება სახარება თავიდან ბოლომდე. ცნობილია, რომ ბზობის კვირას დამზადდება ტარიგები პირველ შეწირულის ლიტურგიისათვის და ეს ორშაბათის მსახურება ასევე დასრულდება ზიარებით. მთელი წელიწადის საეკლესიო წლის ერთგვარ შეჯამებას წარმოადგენს ვნების შვიდეული და ამიტომაც თითოეულ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. დიდი ორშაბათის მსახურებას წითელ ხაზად გასდევს მოწოდება თითოეული მორწმუნისა შეუდგეს ადამიანი მაცხოვრის მაცხოვრებელ გზას გოლგოთის აღმართ შეუდგეს. და ამ დღის საკითხავები შეაგონებს თითოეულ პიროვნებას, რომ შეუძლებელია ცხონება ეკლესიური ცხოვრების გარეშე, შეუძლებელია ცხონება იესო ქრისტეს გარეშე. არავაი ძალგის თვინიერ ჩემს არცა ერთი ბრძანებს უფალი. მომდევნო დღე გახლავთ სამშაბათის დღე და აქცენტი გაკეთებულია სულიერ ზაფხულზე, რომ უნდა დასრულდეს ზამთარი სულის, ანუ ეს ნაყოფობა სულის და ნაყოფიერება უნდა დადგეს სახეზე და ეს ხერხდება იმით, რომ ჩვენ ვისმენთ წმინდა იოანე ოქროპირის 77 სიტყვას, ეს თვითონ სამშაბათის მსახურებებშია მოცემული. რომ სწორედ მარხვა ზამთარს უკავშირდება და აღდგომა და შემდგომი პერიოდი სწორედ იმ ზაფხულს, იმ სულიერ სიხარულს და იმ ნაყოფს, რასაც ადამიანი მიიღებს შედეგად მარხვისა და ზიარებისა. დიდი 4 შაბათის მსახურებას პიროვნება ეცნობა მაცხოვრის მიერ ბეთანიაში გატარებულ უკანასკნელ დღეებს, განსაკუთრებით უნდა მოერიდოთ ვეცლის მოყარეობას, რამაც გამორჩეული პიროვნება იუდა ისკარიოტელი, რომელიც მოციქულებთან ერთად იყო გამორჩეული, აი ვორცხლის მოყარეობის უმძიმესი ავადობის გამო განვარდა საერთო სასუფევლისაგან. და განსაკუთრებით უნდა გვახსოვდეს ეს დიდ 4 შაბათს, იმიტომ რომ სწორედ ამ დღეს მოხდა მაცხოვრის გაცემა, მისდამი, ესეთი მზაკული გეგმის დასახვა. ამიტომაც ამ დღეს იკითხება კონდაკი, რომელიც შემდეგში ნაარსიც არის. ვსოდე უმეტეს მეძვისამის სახიერ, არამაქვის სრელთა ნაკადული შეწირვა შენდა, არამედ დუმილით შეგივრდები და სრულით ამბორს უყოფეხთა შენთა და გევედრები მოტევება ცოდვათა მომანიჭე, ვითარცა მეუფემან და ბიცთა საქმეთა ჩემთაგან განმან თავისუფლე, ვითარცა მაცხოვარმან. აქ ნათლად ჩანს, რომ თითოეული ადამიანი უნდა შეუვდეს თვალცრემლიანი უფალს და უნდა ევედრებოდეს სოდვათაგან განთავისუფლებას და ევედრებოდეს იმ სიკეთეს, რასაც თითოეულ ადამიანს უმზადებს სათასასუფეოში უფალი. ვნების შვიდეულის 5 შაბათი დღე ეგრეთ წოდებული დიდი 5 შაბათი ზედით ხსნილია. ეკლესიაში სრულდება სადღესასწაულო წირვა. ამ დღეს იესო ქრისტემ მოიწვია საიდუმლო სერობა თავისი 12 მოწაფისა და დააწესა ზიარების საიდუმლო. ამ დღის საკითხავებში თითოეული პიროვნება თანაზიერი ხდება ადამიანთა ხსის საღვთოგანგებულებისა, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ევქარისტიის საიდუმლო გაახლავთ, რომელიც ამ დღეს დაწესდა და გრძელდება დღესაც
და ასე გაგრძელდება მეორედ მოსვლამდე. არსებობს ასეთი საეკლესიო მითითებაც, რომ თუ ადამიანი დიდი მარხვის პერიოდში დიდ ხუჩაბაც ტაძარში არ მოვიდოდა და ზიარებას ვერ მიიღებდა, ის რაღაცის გამო იყო დასჯილი. ან მოზღვის მიერ იყო გაყენებული, ან რაიმე ეპიდემია ჰქონდა დადებული მღვდელმთავრის მიერ. მაგრამ სამწუხაროა ის გარემოება, როდესაც ადამიანს არანაირი ეპიდემია არ აქვს დადებული და თვითონ განაყენებს ხოლმე ასეთი საოცარი სიკეთისაგან თავს და იმ დღეს, რომელიც ერთ-ერთი სასიხარულოა მთელი დიდი მარხვის განმავლობაში, დიდ ხუჩაბას არ დაესწრება საზეიმო წირვას და ზიარების გარეშე დარჩება. და ამ დღეს სწორედ მოგვიწოდებს უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი არავინ დააკვდეს საღვთო პურს ზიარებას, არავინ დარჩეს ამ დიდი მადლის გარეშე, ასე რომ უნდა შევიგონოთ ყოველივე ის, რასაც დედა ეკლესია გვასწავლის. ამავე დღეს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ფეხტბანვის რიტუალი აღესრულება. ამით ჩვენ ვიხსენებთ, როგორ დაბანა ფეხები მაცხოვარმა თავის 12 მოწაფეს. დიდი ხუთშაბათიდან მოყოლებული წმინდა ეფრემასურის სინანურის ლოცვა უფალო და მეუფეო აღარ იკითხება. დიდი პარასკევი, იგივე წითელი პარასკევი ყველაზე მძიმე დღეა წლის განმავლობაში. ამ დღეს მოხდა სწორედ ჯვარცმა და ხორციელი სიკვდილი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ეს არის გლოვის, სინანურის, შინაგანი ტირილის შემოსულობის დღე. ამ დღეს პარასკევის ცისკრის სახარებაზე 12 ვნების სახარება იკითხება, სადაც მთელი სიღრმით არის წარმოჩენილი ერთის მხრივ დიდი ტკივილი და მეორეს მხრივ დიდი სიხარული, რაც უკავშირდება იესო ქრისტეს მაცხოვნებელ ვნებას, რაც უკავშირდება ჯვარცმას და პარასკევს. ამიტომაც არ შეიწირება ძღვენი, არ ტარდება ლიტურგია, არ აღესრულება ევქარისტიული კანონი, რათა ჩვენ ყველამ გულისხმავთ, რომ დიახ, თვით მაცხოვარი ჯვარზე გაყრული, განკაცებული ღმერთი გახდათ, ის ბოლო უსისლო მსხვერპლი, რომელიც დაიკლა ადამიანთა, ყოველი ადამიანის ცხოვრებისათვის, ადამიანთა ხსნისათვის. სწორედ ამ დღეს მართლმადიდებლური ტრადიციით ოჯახებში იღებება ასევე წითელი კვერცხები. თუმცა მას ჩვენ ვაკურთხებთ რა აღდგომის წინვალე დღესასწაულის დასრულების შემდეგ, ხოლო ამის შემდეგ ვიხმევთ. ნებიშვიდაულის შაბათს, რომელსაც დიდ შაბათს უწოდებთ, დილით ადრე სრულდება გარდამოხსნის შემოდარება ეკლესიის გარშემო, რის შემდეგაც მას შუა ტაძარში დაასვენებენ. ეს რიტუალი მომასწავებელია უფლის წმინდა სხეულის გადმოსვენებისა ჯვარცმის ადგილიდან მისთვის გამზადებულ საფლავში. სრულდება წირვა, ხოლო ამის შემდეგ მომზადებით იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად. შაბათის დღე, როგორც სიხარულით, ისე გულის ტკივილით არის ახსავსე. სიხარულით იმიტომ, რომ სულ რაღაც მცირედია დარჩენილი და მტრედით აღდგომილი მაცხოვარი თელ ქვეყნიერებას მოჰფენს, ნათელს აღდგომისას. მთელი კაცობრიობა ეზიარება ამ დიდ სიხარულს. სწორედ დიდ შაბათს იერუსალიმში მაცხოვრის წმინდა საფლავზე სასწაულებრივად გარდამოდის ღვთაებრივი ცეცხლი და ყოველთა გულებს და გონებას განანათლებს. და სწორედ ამ ცეცხლს ყველა მსოფლიო მართლმადიდებელ ტაძარში მიაბრძანებენ და ის დიდი წყალობით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაშიც აღდგომის ლიტანიობის ღამეს სწორედ ამ ცეცხლით აინთება ყველა კამბელი და ყველა სანთელი. ეს არის უდიდესი სიხარულის მოლოდინის წინადღე, რომელსაც ასევე ვეგებებით, ბასილი დიდის წიგნით და ზიარებით. განსაკუთრებულობა ამ დღის კიდე იმითი არის მინიშნებული, რომ ამ დღეს ნათლად გამზადებულნი ის ადამიანები, რომთაც გაიარეს გარკვეულწილად კატეხიზაცია, იმზადებოდნენ ამ დიდი დღისათვის, სწორედ ბასილი დიდის წირვის დამთავრებამდე თვითონ დიდი შაბათის მსახურების პროცესშივე ინათლებიან. ეს არის განსაკუთრებული რამ მოვლენა. ამ დღეს 15 საწინასწარმეტყველო იკითხება მწუხრის ჟამზე, რომელიც ბასილი დიდის ლიტურგიასთან არის შეერთებული. ეს არის საკმარისი დრო, რათა ნათლად გამზადებულნი მოინათლონ და ახლად ნათელღებულნი პირდაპირ შემდეგ
წმინდა ბარძიმს მიახლებიან და ეზიარებიან. ვნების შვიდეულის თითოეული დღე ერთ უმთავრეს მიზანს ემსახურება, რათა ჩვენ ღირსეულად, ჯეროვნად, მთელი ჩვენი ძალების მობილიზებით შევეგებოთ მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღეს და ამის შემდეგაც ვხიზლობდეთ, როგორც ეს ცნობილ ლოცვაშია მოცემული. აჰა ესე რა სიძე მოვალს შოაღამესა, ნენტარას მონაიგი რომელი იპოვოს ღვიზარეთ, ხოლო ვაიარს მონისამის, რომელი იპოვოს უდევებით. იხილე სულო ჩემო, დანუ გრუნი ძილისათვის, რათა რა გამოვარდე სასუფეველისაგან, არა აღესწრე შოაღამესა და ხმობდე, წმინდა ხარ, წმინდა ხარ, წმინდა ხარ შეღმერთო ჩვენო, ღვთისმშობლისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.